დავიწყოთ მეგობრებო, მთავარი ამბით, მთავარი არის ერთ-ერთი მთავარი ამბით სოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მიმდინარეობს ფეხბურთში, ხო, სადაც ჩვენი ქვეყანა ჩართულია, საქართველოს ნაკრები რა თქმა უნდა, კიდევ ერთი თამაში იყო და სამწუხაროდ აქაც ვერ მოვიპოვეთ სამი ქულა, ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ აპლოდისმენტები, კარგად თამაშობთ, უკვე სამი თამაშია, ბიჭები მაქსიმალურს აკეთებენ და მართლა წარმატებები უსურვოთ აუცილებლად. მართლა გულწრფელი წარმატებები. ველა თამაში უსურვებთ წარმატებას და გულშემატკივრობთ მთელი სულით და გულით. მაგრამ თავარი რა არის ახლა? მაგრამ სოფლიო ხო თვალყურს ადევნებს არა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ამ საფეხბურთო თამაშებს. ყველაზე მთავარი რითაც თავი დავამახსოვრეთ დანარჩენ სოფლიოს ამ სამი ჩატარებული თამაშიდან არის ის რომ ესპანეთის ნაკრებთან, როდესაც ესპანეთის ნაკრები ჩვენს დინამო სტადიონზე ვარჯიშობდა, ჩაქრა ელექტროენერგია. შუქი გაითიშა. ნახოთ თუ შეიძლება. ნახოთ თუ შეიძლება. ესეთი ამბავი მოხდა რა. მთელი ბავშვობა ესე თამაშობდი ფეხბურთს. შენ მთელი ბავშვობა თამაშობდი, აბა რამოს კითხე ახლა მთელი ბავშვობა როგორ თამაშობ. მოკლედ ჩაქრა შუქი დაატყდა, იქ ყიყინი ერთი ამბავი ამ ესპანელებმა სრულიად ჩემთვის მოულოდნელად სრულიად უკულტუროდ ატეხეს ერთი ამბავი. რა მოხდა? აი რა მოხდა მართლა მაინტერესებს. აი რა მოხდა სტადიონზე შუქი ჩაქრა. ან მოულოდნელი რა იყო აქ? ორი დღით ადრე ხომ გამოაგზავნა AS თელასმა თელ ნაკრებთან ესპანეთის ნაკრებთან SMS-ები რომ სარემონტო სამუშაოების გამო დიდუბეთ უღურეთში რომელიც მიმდინარეობს გაითიშება ელექტროენერგია დინამო სტადიონზე. რატო ატეხეთ წივილი და თქვენ თუ ქართული წაკითხვა არ გინდათ, ან გადათარგმნა არ გინდათ, ეს თქვენი პრობლემა არის. ეგ ჩვენი პრობლემა არის, მაგრამ წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული ადამიანები. რა თქმა უნდა. ანა რით გავამართლო? მეტი ვერ გავიგე რით გავამართლო. აი მეტი სისულელე ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. შენ მაგრად თქვი რომ მთელი მსოფლიო გვიყურებსო და მთელი მსოფლიოსთვის საქართველოს ფეხბურთი არის ძირითადად ცნობილი რითი, რომ აქ შეუყვარდა ბექემს ვიქტორია. ამით იციან. კი ბატონო, ერთი ეს და მეორე ახლა შუქი ჩაქრა. შუქი ხრება ხოლმე. კი ბატონო. და კიდე ჩაქრა. ორივე შემთხვევაში აი ამით გაგვიცნეს ჩვენ. ხო, რამოს როგორც გავიგე რა კომენტარიც ქონია. კი, ძალიან გავიგე. რომეო ვიბანავე არის სტადიონზე შუქი ჩაქრაო, შემდეგ ავედი ნომერშიო და იქ საკუთარი მობილურის განათებულ შუქზე ვიბანავეო. ტაშტით და კრუშკი? ჩვენ სოფლიოს გავაგებინა მეტი რახნას ადამიანი. თავარი ეგ არის, ტაშტით და კრუშკით იბანავა თუ შხაფი. ესე გამთბარი. ძალიან გაუკვირდა შოკოლადები ლუნა. ჯერსაც არიცოდნენ რა არის შუქის წასვლა, ხო? არიციან. არა. მაგრამ უფრო გაუკვირდათ რომ ჩვენ არაფერი არ გაგვიკვირდა. აი, აგაში იყვნენ გაუკვირდა. ესპანელებს შუქის ჩაქრობაზე მეტად ეგ გაუკვირდა. ხო, ჩვენს ფეხბურთელს არაფერი არ საერთოდ რეაქცია არ ქონდა. ჩვეულებრივი ამბავი იყო რა. იცი რა არის ფეხბურთზე მეტად ეხა ჩვენ ძალიან პოლიტიზირებულები ვართ და პოლიტიკაში ბევრად მაგრა ვერ ყვევით ვიდრე ფეხბურთში ეხა მაგალითად შენ იცოდი რომ ფეხბურთელი კვარაცხელია რო ყავდა იცოდი ესეთი მე მაგ ბიჭმა ხელახლა დამატებინა ფეხბურთის თამაში 10-დან რამდენი იცი 11-დან რამდენი იცი 2-დან ყველა ხო იცი ის მოლაპარაკებების მაგიდასთან არის ყველა ხო იცი ვაშაძე იცი ეგენი ვიცი კი ბატონო ხო და მე გთავაზობთ რომ რახან ასეთი პოლიტიზირებულები ვართ აუდგეთ და სპორტის სახეობა თუ აქცევთ მოლაპარაკებები რა ხო იმიტომ რომ იქაც გვინდა რომ ევროკავშირში შევიდეთ და ნატოში და იქაც შესარჩევი თემები არის. იქაც ორი გუნდია და ერთი მსაჯი. აი შვედი კაცი რო არის დანიელსონი, ხო? ხო? და ეს უნდა იყოს საჯარო, უნდა გადმოეცემოდეს და კომენტატორის ყავდეს და წარმოიდგინე სახში რო იკრიბებიან მაკაცები, აი ლუდი და მოლაპარაკებებს რო უყურებთ. რა და კომენტატორიც რო იწევს. ობახიძე მოვატყო 1, მოვატყო 2. აი არა, ესე დაიწყება. აი ნახოთ ახლა ბოკერიერა სიტყვის საკმაოდ დაძაბული შეხვედრა არის, მე თუ მკითხავთ, დანიელსონმა ყვითელი ამოუღო თავაკვაძეს. ო, შეიძლება. ძალიან საინტერესო იყო, თან იცი რა, ყველაფერი აჯდება რა. იმიტომ აჯდება რომ აი წარმოიდგინე თქვა თავისი ზამენებითაც შეცვლილება ოპოზიციის გუნდში სალომე სამადაშვილის ნაცვლად აკაკი მინაშვილი შემოდის. ამან მე მგონი ძალიან და მე ვფიქრობ რომ ძალიან მაგარი იქნება და თავისი რესტორნებში და ბარებში და იმას და ტოტალიზატორშიც უნდა იყოს ამაზე მე თუ მკითხავ. სონები უნდა დაიდოს რა კარგია მე რამდენად ჩამოვა ის ტიპი რა კარგია. რა თქმა უნდა. მე რამდენად დანიელსონს მე რამდენად გამოაბრუნებენ უკან. ვინ მოიგებს მოლაპარაკებას? რომელ მოლაპარაკებას გაიგეს ვახმე? და ისიც ის ხომე რა ქვია რომ წარმოგიდგენთ ტიპები რო შეხედან და რომ ბაზრობდნენ რომ იცი რა ვაშაძე მიცის ხომე მაგრასტრანათ ამოგდება რაღაცები. ბოკერიას მოშ გაყოლა უნდა რა. ბოლომდე თუ გაყავი ამოგიგდებს და მე მგონი შვედიერი იქნება ყოველ შემთხვევაში. იყავი კომენტატორი. წარმატების მეტი შანსი გვაქვს და კომენტატორი ძალიან მაგარი იქნება. იყოს ილო მაგ მე ვიქნები მამის კომენტატორი პირობას გაძლევს. ჩვენი აზრი. მოკლედ რა შეეხება ფეხბურთს ჩვენს ნაკრებს უსურვოთ წარმატებები მომავალში ყველა. თქვენთან ვართ ორივე. შემდეგი ამბავი კიდევ რაც ქვეყანაში გვადარდებს ყველას რა თქმა უნდა ყველას გვადარდებს სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მაინც ყველას გვადარდებს. ეს არის ეს ვაქცინაცია რომელიც არ გათავდა კი არ დაიწყო.
თან არ დამთავრდა. არ ვერ დაიწყო. ნორმალურად არ დამთავრდა ის რომ არ თუმცა აქ ბატონმა გამყრელიძემ ერთ-ერთმა მთავარმა ეპიდემიოლოგის შეგიძლია აღარ დააყო. ერთ-ერთმა მთავარმა ამ ადამიანმა ესეთი რაღაც თქვა, მოკლედ მოსახლეობის დიდი ნაწილი უარს ამბობს, რომ 10-ზე ზოგს ეშინია, ზოგს რაღაც მიზეზი აქვს და ეხლა ესენის მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ადამიანებს გააგებინონ, რომ უნდა აისრა და ესეთი ძალიან საინტერესო წინადადებით გამოვიდა ეს ბატონი რა. გამყრელიძე ამბობს, რომ იცითო, ვინც 10-რას არ გაიკეთებსო, აქ ცოტა ისეთი ისავიდა, რომ რა შეზღუდვები ექნებათ იმ მოქალაქეებს, ვინც არ აიცრებიანო. მთელი რიგი ავიაკომპანიები მათ ბილეთებს არ მიყიდიანო. ეთქობა აქ დაფიქრდა რომ ეს არ არის საკმარისი იმისთვის რომ ყველა გაიქცეს და აიცრას რა და შემდეგ ის ამატებს თუმცა მათთვის ვინც აცრილი იქნება ვისაც 2 აცრა აუცილებელი აცრა ჩატარებული ექნება ისინი რესტორნებში როდესაც შევლენ 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენო ეხლა ხუმრობა გონიათ ხო ეს სადღაც ხომ აი სიმართლე მითხარით სადღაც ხომ აიც გონიათ რომ ხუმრობ არა ქვეყნის თავარმა ეპიდემიოლოგმა ერთ-ერთ მოტივაციად იმისთვის რომ წავიდე დავძლიოთ ვაქცინის შიში და რაღაცები გითხრა რომ არის უამრავი რესტორანი, რომლებიც თავის კლიენტს 50%-იან ფასდაკლებას თავაზობენ, თუ ისინი იქნებიან აცრილი. ან თუ აფეში უნდა იყო, ეგეც ძალიან მაგარი იქნება. იცი რა არის კიდე უფიქრიათ რა გინდა ეხა ადამიანს. ხო, იფიქრა ადამიანმა რა. იციან რომ ქართულს თუ გინდა რომ მოტივაცია აუმაღლო, სადღაც რესტორანი უნდა ჩარიო, მაგრამ მე თუ მკითხავ არასაკმარისი არის რა ეს, იმიტომ რომ აი ძალიან მაგარი იქნებოდა რომ მაგალითად iPhone-ზე ფასდაკლებები იყოს. ხო. საგაზაფხულო აქცია ვაქცინაცია. აიცერი და მიიღე ფასდაკლებით iPhone-ი. გოგოებისთვის მაგალითად 1000 ფოლოვერები ან ლაიქები სოციალურ ქსელებში. თუ ვაქცინაცია გაკეთებული. ფასდაკლებები დიეტურ სხვადასხვა რაღაცეებზე. კი ბატონ დიეტა, უფასო დიეტა. კი ბატონო და რაც მთავარია, ეხა გეტყვით რა უნდა, რითი უნდა აუმაღლოთ ყველას მოტივაცია და აი ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ყველა აიცრება. ხო. 500 ფრისპინი. 500 ფრისპინი burning hot-ზე რაღაცაზე. დამიჯერეთ კალიკაცი ყველა აიცრება. ეს ის არის მარწყების ხიარი მთავარი. ერთადერთი საკითხავი ის იქნება რომ უბრალოდ ბონუსიანი თუ არა და კიდე ძალიან მაგარი იქნება ასევე თუ პირობა იქნება რომ face control-ის გარეშე კლუბში შეხვალ. ეგეც პლუსია. მაგარი იქნება. წარმოგიდგენთ რომ შედიხარ და აქ ცალკე ბასიანის ნიშანი რო გაქვს B და ცალკე AstraZeneca-ს ნიშანი. მანახეთ ხელი AstraZeneca მაქვს შედი. და face control-ს არ გაქვს. ჩვენი ერი აზრია. იფიქრეთ ბატონო. ყველა აიცრება გარანტიას გაქვს. მოტივაცია ასამაღლებელია. იდეები მოგაწოდათ ილომ. შემდეგი ამბავი, რაზეც გვინდა ვისაუბროთ, ეგ არის ძალიან საინტერესო. ეს ძალიან საინტერესოა. მოკლედ, ყველამ ვიცით, რომ გამოქვეყნდა სულ ცოტა ხნის წინ, ამდენიმე დღის წინ, ერთი კვირის წინ დაახლოებით გამოქვეყნდა მუსიკალური ტოპ 10-ები, რომელ ქალაქში რას უსმენ. ხო, აი ეს ძალიან საინტერესო ამბავია. რომელ ქალაქში რას უსმენენ? აქ იყო როგორც გითხარით 10-ები, ტოპ 10 სიმღერა. თუ შეიძლება ჩვენ რამდენიმე ამ 10-ები, მაგალითად ქუთაისში ტოპ 10-ი, ბათუმში ტოპ 10-ი, თბილისში ტოპ 10-ი, ზუგდიდში და ასე შემდეგ რაღაც ქალაქებში იყო. სიმართლე გითხრათ, დიდად რადიკალურად არ განსხვავდება. არა. ძირითადად მაინც ერთი კამანდა იყო მოყრილი ამ ყველა ქალაქში და თუ შეიძლება აი რამდენიმე სიმღერა იქნება რომ ჩაგვირთოთ მაყურებელს რომ მოვასმეინოთ ამ 10-ებში რა ატოა საკმარისია. შემდეგი კიდევ ერთი ვინმე, რომელიმე ერთ-ერთი. აუ, ჩემი საყვარელი. ნოიბატაშვის არ გაქვს. ძალიან საინტერესო მომენტია. ამ ტიპის იახანდა შახმაშტეხ. გავიგეთ, ილო ხუმრობ. გავიგეთ. ვიცი რასაც ნიშნავს. რას? არის ამბავი? არა, ამ ტიპის მუსიკაში რა მომწონს ისი? სადღაც რითმი ხო აქვს? რაშ ხალაშ, იახ ბალაშ და მე მიარითმა რა შეიძლება იყოს და რაშ რახ ტახ ტახ ტახ. აი რომ მიაც ტახ 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 ტახ. კიდე ერთი რომელიმე მოусმინოთ. Обстановка по кайфу. Я тебя поцелую. Я тебя სადღაც ხუთეულში შედის. друзей твоих прямо сейчас. ამას დაახლოებით ესეც ეყვავენ, აი ეს. შემდეგი. Stop.
ძალიან კარგი. კიდე ხომ არ გვაქვს რამე? ეს შეგიძლიათ დატოვოთ ცოტა. განეიტრალებს მაინც იქამდე რაც. ой, ბოდი შე. არა, იცი რა არის ამას ხო, ну. გვაქვს კიდე რამე ერთი რაღაც გვექნება. აჰა. აი ამ დროს ეს მოძრაობები უხდება, აი. აი ესე ვაკეთებ. ეს ბიჭმა არა, მაგას და არის ძალიან მნიშვნელოვანი გეტყვი რატომ მოწონთ რა ბიჭო, ეხლა წარმოიდგინე რა სიტყვა როგორ არ შეიძლება ქართულს ეს მოეწონოს რომ ჯევაჩკა სტოპ ხოიძახის და ნიპუტაი შალახოს ლამბადაი ეს დღეს გავიგე დედას გეფიცებით რომ ნუ შალახო ლამბადაში არაგერიოსო რა ამბავია ან მაგარი ამბავი სხვანაირი ჰაე გორგასალ გერუნგია შორე პეშორა ამაშიც კი არაგერიოსო რა ნუ მოკლედ აი რაღაცა გამოერია შუაში მოკლედ მეგობრებო ერთი გამოერია კი კურდღელი ნუ ეს ძალიან კარგია მიყვეთ ეხლა კურდღელიც როგორ არის ამ ხმით რომ გზაზე მირბის კურდღელი ეგეთ პოპულარული გახდა იქნება მაგის რემიქსი გზაზე მიდის კურდღელი ხო მოკლედ მეგობრებო ეს ეხლა მოდი შეგვიძლია ვიცინოთ ვიხუმროთ მაგრამ ეს ძალიან საინტერესო ამბავი არის რა ერთგვარი ძალიან საინტერესო ამბავია რა შეთვალეთ რომ ძალიან საინტერესო სტატისტიკა არის ეს ყველაფერი რა აი სულ ფიქრობდი რომ რით შეიძლება გვეშველოს მართლა აი ჩვენს ქვეყანას რით შეიძლება ეშველოს მაგალითად აი რუსეთთან მიმართებაში რა ვიცი მე ესე ვფიქრობ რომ ნომერ პირველი უბედურება ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნისთვის არის რუსეთი ხო და აი რით შეიძლება გვიფიქრე რომ შეიძლება აი ლუსტრაციის კანონი რუსეთის აგენტების გაშიფრვა ვინ არის რუსეთის აგენტი ეს გვიშველის არა მე მგონი არა თავარი არის აი მუსიკალური გემოვნების ლუსტრაციის კანონი უნდა მივიღოთ ვინ რას უსმენს ეს მაინც უნდა გავიგოთ ან არ ვიცი რა უნდა ვქნათ მართლა ვერ ვიფიქრებ რა უნდა ვქნათ საერთოდ აი რომ ვფიქრობ თან გვინდა შევიდეთ ევროკავშირში გვინდა შევიდეთ ნატოში და ამ სიმღერებით კარგ დუქანშიც ვერ შევალთ ვეთო მკითხავ აი ნორმალურ დუქანში აი სტაფენინა არა თუ ნატოს აი წარმოიდგინეთ მივადექით ქვეყანა ნატოს კარს და გაგვიღეთ და ჩვენი საოცნებო ნატოს კარი გაიღო და გვეუბნებიან შემობრძანდით ქართველებო რით შევდივართ სტოპ ნინა და ძებუშკა ბალაბატაი ხარულის გახო ვერ არა ხოლმე ნამდვილად აი ეს მაშფოთებს მე რაც ძალიან მაშფოთებს არის ეგ ამბავი მე არ მაშფოთებს და არც მიკვირს ანი მეორეთი რახ ტაკ 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 თუ ტაკ ტაკებით უნდა შევიდე და ან ისა რა თქია რომ ეხლა ცოტა შედარებით პროგრესულად გემოჩნდა ჩორნიმ ჯელფინამ ია ბაზემენდენდამ ია პოტანდამან ეს თუ გეცი მაგრამია თამასაც რა ესლი კასანდრა ბეზენდამანდა ბზეია ბაზებანდა აბანა ბეზენდა ია ბაბაბანდა პონტია უკვე რა გინდა ისე მე საერთოდ არაფერი არ მიყვარს ძმებო იმიტომ ჩვენ აღარ ვალთ წილხვედრი ქვეყანა აი ქვეყნის სახეს ხომ უნდა შეხვდეთ ქვეყნის პირველ პირს და მეორე პირს რას ვიყავით და რას მღერიან და როგორ იქცევიან საერთოდ ათეულზე ამბობ ხო ათეულებთან დაკავშირებით კი არ ვამბობ ზოგადად ნუმერაცია ტოპ ათეული რას უსმენენ რას აკეთებენ პირველი აი ხო არის ვინ არის პირველი პირი ჩვენი ღარიბაშვილი ღარიბა და არჩილი არჩილი მეორეობა ხო რომ პირველი პირი პირველი რო ეგა პარლამენტის თავმჯდომარე რა ეს ხუმრობის ნაწილი ნუ ღარიბა რო უსმენს ტრიტრი თოლიები ეგ გავიგეთ აი არჩილ თავყაძე როგორ იქცევა და რა დღეშია ვნახოთ ერთი წუთი აჩიკო აუ აი ლექსებს წერს არა ლექსების გარდა არა გავიგე კარგი ხარ აჩიკო კარგი ხარ ისიც უნდა თქვათ ეხლა შესნათ რომ როცა ეს მუსიკა ისმის ჩვენც გვეცეკვება არა და სხვათა შორის ვერ ჩერდებით რა მე არ ვიზეთყობა ბევრს არ აქვს ნახეთ თქვენ შეიძლება ბიჭებო არც მაგრამ ვოლსკი რო ცეკვავს ვლადიმირსკის ცენტრალზე ეგ არ გაქვთ თქვენ აუ ეგ მინდა არა მოკლედ ეგეც განახებთ მე ბიჭო ხა ვოლსკი და აჩიკოს შორის მაინც დიდი ის არის ასაკობრივი და შეიძლება ის წაიღოს ცენტრალისკენ ცოტა მაგრამ აჩიკოსი განტურებია ეს პოეტი კაცი ეს ადამიანი პოეტი მან ჯერ კიდევ როდის თქვა ქართველს ნუ ესვრი ჯერ კიდევ როდი რეპრესია მომუქსიენ ბრბო აგდეს რა მოკლედ ისე რა გინდა ვერ გავიგე ხა წნარად უნდა ვიყოთ იმიტომ რომ ამ ათეულში ყველაზე ნორმალური რაც არის იმას მაინც პატარები უსმენენ რა გზაზე მიბის კურდღელი ხო მოვალ თავის მედი შეგვილია რა თქმა უნდა იმიტომ რომ ყველაზე ნორმალური ამ ათეულიდან რაც არის მე არ მინდა გაგიფუჭო ხასიათი ახლა მაგრამ რა ხდება უყურე გზაზე მიდის კურდღელის ურთავენ მშობლები ბავშვებს როგორც კი ჩაურთავენ რომ ბავშვებმა დაიძინონ ამისთვის ურთავენ როგორც კი ბავშვები ჩაირთავენ მე ისე მიდის სტოპ ნინა აი დაახლოებით
დაახლოებით ეგეთი ამბავია. ბავშვებო ასე რომ უსმინეთ კურდღელს, რომელიც ძალიან კარგია, ბევრად კარგია, ვიდრე ფინამ დამჩემ. რაგინა მე ერთი 20 ჯერ მოусმინე იმას სტოპ ნინადას და მე ჩემი თავი დავიჭირე რომ უკვე გადაცემის მომზადების პონჩი აღარ უსმენდი ამას. არა, ხო, ნელი. არა, უბრალოდ მისტორდებოდა. ხო, მთელი დღეა მაგ სიმღერებით დადის. მე მაინტერესებს აი ეს 50 ათეულია შეიძლება რომ გააკეთო. ათეული რატო არ გაკმაყოფილებს? განზრეული გვაქვს ამათ. 50 ათეულში იქნება რაღაცა ის გაერიოსო, სადმე თავი გქონდეს გამოსაყოფი. ანუ შენ გაინტერესებს როდის გვეშველება? როდის გვეშველება? აუ შენ რო იცოდი რეები არ მოხდა, აღარ ისურვებდი 50 ათეულს. რამდენად დარხეული გვაქვს ის აინტერესებს. არგი ჯერჯერობით მაშინ ეს კითხვა ადრე იყო. მე კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი შევამჩნიე მეგობრებო. ეხლა უყურეთ ყურადღებით, განსაკუთრებით ეს ეხება ჩემს ქუთაისელებს, ჩემს ქუთათურებს, მათ ათეულს. ქუთაისის ათეული სადაც ამ ათეულში შედის ეს სტოპნინანდები და ასე შემდეგ ძალიან ბევრი სიმღერა ბლატნოი და ვარიშკა თუ რაღაც ხო არ იქა როგორც არის მაგრამ იქ ერთ-ერთი ათეულში ქუთაისის ათეულში შედის ტეკაში 69 ხო ტეკაში 69 69 რეპერი რომელიც ეს სხვა ქალაქებისგან სხვაგან არ იყო მე მგონი სხვა ათეულებში და ეხლა მე ერთი რაღაცამ დამაინტერესა ჩემო მეგობრებო ჩემო ქუთაისელო მელომანებო რა ჩემო ქუთათურებო ესე იგი ეს ტეკაში 69 იცით ხო ვინც არის აგერ შარშან იყო ეს ტიპი რო დაიჭირეს სიმონ დაიჭირეს რა დააკავეს ხო სიმონ ხო და ციხეში რო არ ჩაესვათ ამ ტიპმა ადგა და ჩაუშვა. კაროჩე მთელი გაბოზდა. ახსენი როგორც არის ყველაფერი. ხო და ქუთაისი სიმონ ვერ გევიგი ახლა რა ხდება ათეულში სიმონ ვინც ხან ნასეთკებს უსმენთ სიმონ მაგი მართლა რა კაუნტი არის ვერ გავიგე. თო არ არის ქუთაისელი მელომანის აქციელი ატაკი კონკრეტოდ. არ არის. ესენი უსმენენ 69 და მე აქ უნდა უხსნა გაიგე რატო არა? არ არის ქუთაისელი მელომანის აქციელი არა. აუ რა კარგია. მინდა რომ მოგნათლონ ეს რა. მინდა რომ მოგნათლონ რა. ჩოხით რომ ეს პეცი მინუტ. ნათლობას ხო დაგპატიჟე. კი რა თქმა უნდა. ჩვენ ხო შენიანები ვართ ბოლომდე. კი. საერთოდ იცი რა არის? აი ტოპ-ათეულზე ხა რო გავაგზავნოთ ხა ამბავი. აი ხო როგორი პოპულარულია, მაგრამ აი ადამიანები, რომლებიც ამას უსმენენ, ხა გარეთ რო გამოვიდნენ და რაღაცა ითქვა Vox Pop-ის პონჩი რო კითხო რა, მაგალითად თქვენ რას უსმენთ, ნუ რას გეტყვიან ხა რა თქმა უნდა. რავი ინოლა გურგულია, კანჩელი, ჯაზი. აი ეს არის ჩემი საყვარელი. და სახში? სახში სტოპ ნინა. ამ ვახტი იზაბერაჯდება ის ფრაზა. სახში რაც უნდათ ისაკეთონ. მენუ მასმენინებენ. კაია. გაჯდება. კარგია, ზუსტადაც რომ კარგია. მე ყველაფერს უსმენ ეგეთ ძალიან. მოკლედ მეგობრებო, არ ვიცი რა გითხრათ, რაღაცნაირად ეს სატესტო ათეულებია რა ფაქტიურად სატესტო არ არის კლად გადასარევი ამბავი რა. ხო რაღაც. მე საერთოდ 2021 წელს ეს კაცი რო წვალობს ეს დანიელსონი პირდაპირ ერთი მოასმენინონ არ შეიძლება ეს ათეული და უთხარო ეს არის ყველაზე პოპულარული ათეული. მე ვფიქრობ რომ კიდე გაბრუნდება. აი ეს ტიპი ვინ არის მეგობრებო? აი G კლასით და ტყავის კურტკით რომ ღერის. ათეულში რო სამეულიდან არ გამოდის. რომელი ჯახმანა მახმაშ ეგა? არა, ეგ სხვა არის. ეგ სხვა არის. ეგ რომელია იცი აი სკოლაში 1 სექტემბერს რომ მიდიხარ, ხო იცი რაღაც 1 სექტემბრის ხო განსაკუთრებული. მაგ ტიპი მგონია რომ ეგეთი სტილით ჩაცმულია რა. 1 სექტემბერს ყველა რო ვიბრანჭებით რა. არა, მეორე, აი ტყავის კურტკიანი ჩეჩენია მგონი ის ტიპი რა. წვერით, ტყავის კურტკით და G კლასით მღერის რა. ხულიგანიანო თან იცი რა აი ხულიგან. ცეკვა ამაზე აი ეს არის ბათუმში ტოპებშია, ბათუმში ათეულში თუ რაღაცა შედა. ცეკვა როგორი აი მაგალითად აი ეს ეცა მუსიკაც ჩაგვირთეთ რა. აუ ის ჩაგვირთეთ ხო რა. აუთე რა ეს მართლა სასაცილო. როგორც ეკვა, აი ეგ ხელებს ჯერ ესე წევ და მერენე. აი იმას ვერავინ ვერ ჩაგვინაცვლის ჩვენ. აი მას. არა ეგ ჩვენია. ჩაუთე რა გაგულავეთ რა კაცი რა. ერთი გავიგო რა პონტია. ხო. ეს არის რა ეს მოსია რა მიშელობა. ეგ მოსტონთ ბიჭო ტიპ. აბა აი გავიგე საჯი. დაჯე აუცი რა არა ეს რო შემოდიან შეშევეს აი სალომე აი სალომე